მეგობარი აქტის მიღება შეფასებები მოჰყვა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით აქტის მიღება არის მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის. მათი თქმით ის ან დათმობს ხელისუფლებას ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მეგობარი აქტის კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს და საქართველოს დემოკრატიულ მომავალს შეერთებულ შტატებში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მეგობარი აქტის მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის. ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის შემდეგ, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს ფინანსურ სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდებიან ასევე მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და ეგრეთ წოდებული ბიზნესი, კორუმპირებული ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, რომ გვესმოდეს საკანონმდებლო პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში, ქვედა პალატაში მიღებული მეგობარი აქტი გადაეცემა ზედა პალატას, ანუ სენატს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარი აქტი ასევე მოიპოვებს დიდ მხარდაჭერას. ჩვენ ნახეთ, რომ 359 ხმით გუშინ მეგობარი აქტი კენჭისყრად ჩატარდა და ასე ვთქვათ, განხილულ იქნა. ჩვენ ნახეთ ასევე, რომ ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება. ოცნების მხრიდან მუდმივად მიდიოდა აპელირება იმაზე, რომ 20 იანვრის შემდეგ და ახალი ადმინისტრაციის დანიშვნის შემდეგ შეიცვლებოდა პოლიტიკა და არ მოხდებოდა მეგობარი აქტის განხილვა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დღეს იმას, რომ ეს იყო კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ოცნება იგონებს იმისთვის, რომ შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი ჩვენს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში გვაქვს მოცემულობა, რომ მეგობარი აქტი იქნა მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მან გააგრძელა გრძა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო წერტილამდე მივა ეს აქტი და მოხდება მისი იმპლემენტაცია. აშშ-ის ორივე პალატის და ორივე პარტიის ნება ცხადია. გაიმარჯვებს ქართული დემოკრატია და არა რუსული ავტოკრატია. გაიმარჯვებს კეთილსინდისიერება და არა უკეთურება. გაიმარჯვებს სამართლიანობა და არა ტოტალური უსამართლობა, რომელშიც ჩაქვფლო რუსეთის მსახურმა კრიმინალურმა ბანდ ფორმირებამ სახელად ქართული ოცნება. სრული ორპარტიული მხარდაჭერა ორივე პალატაში ნიშნავს, რომ მეგობარი აქტმა უკვე გაიარა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები და სულ მალე გადაიქცევა მოქმედ კანონად. ჩვენ ამ ბრძოლაში არა ვართ მარტო, ჩვენ ყავს სოფლიოში ყველაზე ძლიერი და თავისუფალი მეგობარი, რომელმაც შექმნა არა უბრალოდ ინდივიდუალური სანქცია, არამედ სახელმწიფოებრივი ორპარტიული, სისტემური, ინსტიტუციური ჩარჩო, რომ ყოველ ჯერზე იდგეს ქართველი ხალხის გვერდზე. აქ იგულისხმება ის, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენები იქნება დეტალურად შესწავლილი, ანუ ყველა ის გარეძავა, რომელიც ქართველი ხალხის თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ეცდება, რომ საქართველოს შემოაბრუნოს ევროპიდან და წაიყვანოს ამ იზოლირებულ ქვეყნებში, ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვიქნებით, ამერიკა მას შეისწავლის და მოახდენს მათ სანქციებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა მეგობარი აქტი დროულად მიიღო და ამით ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და მეგობრობა გამოხატა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია ამერიკელების ომის პარტიად და დიპსტეიტად მოხსენიება. ეს რეჟიმი დასახსირებელია და სხვა და გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან, რომ არ შეიძლება რომ დაუშვა და ეს იყო დღეს გამოცხადებული მათ მიერ იმ რესპუბლიკელი დეპუტატების მიერ, რომ საქართველოს არ შეიძლება რომ ამერიკა იმას ღებულობდეს, რომ საქართველოსდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან დიპსტეიტობას და ხან რას და ხან რას. ეს არის მიუღებელი და ეს არის პასუხი ამერიკის როგორც მეგობარი და ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება და ეს არის ჩვენი განაცხადი. ქართულ ოცნებაში მეგობარ აქტს პროვოკაციულ რეზოლუციად მოიხსენიებენ და იმედოვნებენ, რომ ამ დოკუმენტს ამერიკის პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს. ქართული ოცნების პარლამენტის წევრი ლევან მახაშვილი ამბობს, რომ მეგობარი აქტის მიღება საქართველოს-ამერიკის ურთიერთობებს დააზიანებს. აღნიშნული ეგრეთ წოდებული მეგობრობის აქტი, რა თქმა უნდა, ყველაფერია გარდა მეგობრობისა, ჩვენ ეს ვახსენეთ არაერთხელ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით და თუ ეს
თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, იგი მნიშვნელოვნად დააზიანებს სოფლიო ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებაც ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის დარჩენილი კიდევ ბოლომდე, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ეგრეთ წოდებული deep state. ამას მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს, ეს პირიქით შეიძლება დროადაც კი ჩაიწეროს, იმიტომ რომ ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი იქნა, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, უნდა დავალოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მეგობრობის აქტი და სურვილი, რომ ყოველი სიმართლედ გამოაცხადო სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომელიც ახასიათებდა წინა ადმინისტრაცია სამწუხაროდ გრძელდება, თუმცა რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მათ შორის უკვე სენატის, ან მერე უკვე პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარი ლაკმუსის კახალდიც კი იყოს საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა კიდევ მეორე რა თქმა უნდა ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე, deep state-ი, ამაზე თავად პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს და კიდევ მეორე ჩვენთვის ძალიან დიდი სურვილი იქნება თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხოს. კონგრესის და სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში დონალდ ტრამპმა ხელით რომ არ მოაწეროს კანონპროექტი 10 დღის ვადაში მაინც შედის ძალაში. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობითვე თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, საჭირო ხდება კონგრესისა და სენატის მიერ ხელახალი კენჭისყრა და თითოეულ პალატაში წევრების 2/3 მხარდაჭერა. თუმცა ოცნების წევრები ამაზე არაფერს ამბობენ და მაინც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე აპელირებენ.